ერთ-ერთი შემდეგი საკითხი საერთაშორისო ფინანსურ მენეჯმენტში არის საბრუნავი კაპიტალის მართვა. ეს არის იმ ფინანსების სახსრების მოცულობა, რომელიც მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად გამოიყენება. საბრუნავი კაპიტალის მართვა მოიცავს და მისი ეფექტური მენეჯმენტი მოიცავს რამდენიმე ნაწილს. ეს არის ფულადი სახსრების ნაშთების მინიმიზაცია, ვალუტის კონვერტაციის ხარჯების შემცირება და სავალუტო რისკების მინიმიზაცია. მთლიანობაში ფულადი სახსრების ნაშთების მინიმიზაციის დროს კომპანიები აქცენტს აკეთებენ ქეშის შემცირებაზე, რომელიც შეიძლება გადარიცხვების იგივე კონვერტაციის პროცესში გარკვეულ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული. ძალიან ბევრი გლობალური კომპანია ახდენს ცენტრალიზაციას საკუთარი მიმდინარე საბრუნავი კაპიტალის ნაკადების მოძრაობის, რაც ნიშნავს, რომ სათაო ოფისის კონტროლში გადის ფინანსური ნაკადების მოძრაობა და შვილობილი კომპანიების აქვთ ვალდებულებები და არ არიან დამოუკიდებლები საბრუნავი კაპიტალის მართვის ნაწილში და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა ბევრად უფრო ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე ცალკე აღებული ავტონომიური ერთეულები. რაც შეეხება ვალუტის კონვერტაციის ხარჯების შემცირებას, აქ არის რამდენიმე ნიუანსი, რომლითაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის კონვერტაციის ხარჯები მოხდეს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ერთი კომპანიის ფილიალებსა თუ მის შვილობილ კომპანიებს შორის. პრინციპში არსებობს ესეთი მეთოდი, რომელსაც ქვია ორმხრივი ნეტინგი. ორმხრივი ნეტინგი გულისხმობს ორ ბიზნეს სუბიექტ შორის ურთიერთვალდებულებების გაქვითვას. ანუ ეს არ ხდება თანხების გადარიცხვით, უბრალოდ ურთიერთვალდებულებების ჩათვლა ხორციელდება იგივე კლირინგული ანგარიშების საშუალებით, რაც იძლევა კონვერტაციის ხარჯების დაზოგვის საშუალებას, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებიდან იაპონიაში და პირიქით თუ უნდა მოხდეს თანხების გადარიცხვა ორ ურთიერთდაკავშირებულ ბიზნეს სუბიექტ შორის, ამ თანხების მოძრაობას ადგილი არ აქვს და უბრალოდ ვალდებულებები, რომლებიც მათ გააჩნიან ერთმანეთის მიმართ, ხდება ამ ვალდებულებების გადაფარვა. შესაძლებელია ეს დროში ზუსტად არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთლიანობაში თავარია მოხდეს ბალანსის გასწორება, ანუ ამ ურთიერთვალდებულებების განულება. ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მრავალმხრივი ნეტინგი, სადაც ორი სუბიექტის ნაცვლად მონაწილეობს რამდენიმე ბიზნეს ერთეული და აქაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის ურთიერთვალდებულებების დაფარვით კონვერტაციის ხარჯების შემცირება. სავალუტო რისკების მინიმიზაცია შესაძლებელია მოხდეს სავალუტო რეზერვების ზრდის საშუალებით, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ შესაძლებელია დღეს არ იყოს აუცილებლობა კონვერტაციის, მოხდეს ამ რეზერვების ზრდა, მისი სავალუტო ოპერაციების შედეგად მოხდეს უკეთესი კურსის მოლოდინის რეჟიმში გადასვლა და მხოლოდ მოხდეს ამ რეზერვების კონვერტაცია, როდესაც კურსი იქნება ისეთი, რომელიც კომპანიისთვის არის მისაღები. ნუ აქ არ არის საუბარი ისეთ ტიპის ქვეყნებთან ურთიერთობაზე, სადაც მაგალითად ვალუტა მუდმივი გაუფასურების რეჟიმშია. ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, როდესაც აქ უკვე სხვა ტიპის ეკონომიკურ რისკებთან გვაქვს საქმე და სხვა ტიპის დაზღვევის მექანიზმები ემთხვევა. ასე ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, ეგ ეხება ძირითადად იმ მომენტს, როდესაც კონკურენტუნარიანი თანამშრომლობის პირობებში ხდება კურსების მერყეობა გარკვეული ზღვრების ფარგლებში. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს არის უცხოური კაპიტალდაბანდებების შეფასება. ბუნებრივია ინვესტიციები და კაპიტალდაბანდებები ყოველთვის აქტიურად მიმოიქცევა კაპიტალის ბაზრების საშუალებით, ან თვითონ კომპანიიდან შვილობილ კომპანიებში, ან სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებს შორის არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი თვითონ ფინანსურ მენეჯმენტში, რომელიც ზოგადად კარგია რომ ვიცოდეთ. პირველი ეს არის კაპიტალდაბანდების წმინდა ღირებულება. კაპიტალდაბანდების წმინდა ღირებულება გულისხმობს შემდეგს, თუ მე დღეს ვახორციელებ კაპიტალდაბანდებას რომელიმე ჩემს პარტნიორ კომპანიაში, რომელიმე ქვეყანაში, მე აუცილებლად უნდა გავითვალისწინო საპროცენტო განაკვეთი, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არსებობს იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტიციას ვახორციელებ. ანუ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონეზე, რომელსაც მოიცავს მთლიანობაში ბანკთა შორისი საპროცენტო განაკვეთი. ანუ დღეს ჩადებული თანხა $1 მილიონი 1 წლის შემდეგ ჩემთან დაბრუნებული უნდა
შეადგენდეს 1 მილიონ ამერიკულ დოლარს დამატებული ის საპროცენტო წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი, რომელიც იმ ქვეყანაში არსებობს, სადაც მე ინვესტიცია განვახორციელებ. სწორედ ეს გულისხმობს კაპიტალ დაბანდების წმინდა ღირებულების შეფასებას და მეორნაირად მას დისკონტის ღირებულებაც ქვია, როდესაც მე დღევანდელ ფულს ვაფასებ ხვალინდელი რეზულტატის და ხვალინდელი შედეგების მიხედვით. რენტაბელობის ნორმა ეს არის ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნების, სადაც შედარებით არასტაბილური მდგომარეობა, რენტაბელობის ნორმა, როგორც წესი ინვესტიციებზე ამ ქვეყნებში საკმაოდ უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ძელვადიანად ხდება უფრო გათვლა ბიზნეს სტრატეგიის და ბიზნეს გეგმის, ამიტომ რენტაბელობის ნორმა დამოკიდებულია პრინციპში იმ რისკებზე, რომელიც გააჩნია ქვეყანას, როგორც წესი რენტაბელობის ნორმა ყოველთვის მაღალია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ერთ-ერთი კონკურენციაც შედარებით დაბალია, მართალია რისკებიც უფრო მაღალია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა რენტაბელობის მაღალ ნორმაში არის ასახული. და ამოგების პერიოდი ეს არის დროის ის პერიოდი, როდესაც ჩადებული კაპიტალ დაბანდების უკან დაბრუნება უნდა მოხდეს და ბუნებრივია ეს პერიოდი ყოველთვის ბიზნეს გეგმის მიხედვით არის გაწერილი და ფინანსური მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. შემდეგი ნაწილი ეს არის კაპიტალ დაბანდების დაფინანსების საერთაშორისო წყაროები. საერთაშორისო წყაროებში გამოიყოფა ორი მიმართულება, ეს არის შიდა წყაროები და გარე წყაროები. შიდა წყაროები გულისხმობს საკუთარი კაპიტალის გამოყენებას სხვადასხვა კაპიტალ დაბანდებების პროცესში, დივიდენდების, როიალტის და სხვა ტიპის იგივე მოგების გამოყენებას დაფინანსების თუ სხვადასხვა კაპიტალ დაბანდებების განხორციელების ნაწილში, ასევე ფინანსური ნაკადების მოძრაობას და გარკვეულწილად ამ მიმდინარე ფინანსური ნაკადების მოკლევადიანად გამოყენებას სხვადასხვა კაპიტალ დაბანდებების პროცესში და ასევე გამოიყენება ტრანსფერული ფასები, როდესაც ხდება შვილობილ კომპანიებს შორის ფინანსური ნაკადების ისე გადანაწილება, როდესაც ერთ ქვეყანაში შეიძლება ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით მოხდეს შემოსავლების და ხარჯების ისე გადანაწილება, რომ მოხდეს გადასახადების, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ლეგალურ პროცესში გადასახადებში გადასახდელი თანხის შემცირება და ეს გაიწეროს საინვესტიციო პროექტების ნაწილებში. ანუ ერთ ქვეყანაში მცირდება ფასები ხელოვნურად, ტრანსფერული ფასების მეთოდი ქვია ამ პროცესს, ანუ მცირდება ის ფასები, რომლითაც პროდუქციის მიწოდება ხორციელდება, ეს აისახება მეორე ქვეყნის გაზრდილ ფასებში, მაგრამ მეორე ქვეყანაში გაზრდილი ფასებიდან გადასახდელი მოგების გადასახადს შეიძლება აბალანსებდეს იმ ქვეყანაში არსებული მოგების დაბალი გადასახადი. ამიტომ ეს შიდა მოქმედების და შიდა მოხმარების საკითხებია, რომელიც პრინციპში ფინანსურ მენეჯმენტში საკმაოდ კარგად არის გაწერილი და ფინანსური მენეჯერები აქტიურად მიმართავენ ამ პროცესს, იგივე სახსრების ეკონომიის მიზნით. და გარე წყაროები, რომელიც არის დაფინანსების პროცესში, ეს არის საერთაშორისო საფონდო ბირჟები, სადაც ხდება ანუ კაპიტალის საერთაშორისო ბაზრები, სადაც ხდება გლობალური კომპანიების მიერ აქციების თუ ობლიგაციების განთავსება და მის საფუძველზე ფინანსური რესურსის მოზიდვა. აქცია ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც წილობრივ მონაწილეობას გულისხმობს მოცემულ კომპანიაში და ანუ დამატებითი აქციის გამოშვებით თუ არსებული აქციების გაყიდვით კომპანიას მოწილედ შემოყავს ყველა ის ინვესტორი, ვინც ფულს იხდის აი ამ ნაწილში და ისინი არიან ბიზნესის მონაწილეები, რაც შეეხება ობლიგაციას, ის არის ჩვეულებრივი სავალო ქაღალდი, რომელიც თაც კომპანია ვალდებულებას იღებს გარკვეული პერიოდის მერე დააბრუნოს აღებული ობლიგაციით აღებული თანხა და პლუს დაუმატოს მას კონკრეტული ფიქსირებული პროცენტი. ამიტომ ეს საკმაოდ ასე ვთქვათ, აპრობირებული მეთოდებია ორივე გზა და კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაზეა დამოკიდებული თუ რომელ წყაროს აირჩევს დაფინანსების ნაწილში იმისათვის, რომ განახორციელოს სხვადასხვა პროექტები, მოახმაროს ეს ფული განვითარებას თუ სხვადასხვა ახალი მიმართულებების დაფინანსებას. აი ეს იყო მოკლედ, რაც მე მინდოდა მეთქვა ოპერაციული მენეჯმენტის და ფინანსური მენეჯმენტის საერთაშორისო კონტექსტში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ ლექციამდე.